მოგესალმებით, ვითვალისწინებ ამ ადამიანის კომენტარის ავტორის თხოვნას და ჩემი შვილების მდგომარეობის შესახებ მინდა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაბადებიდან ჩემს შვილებს ჰქონდათ მიკროცეფალია, ვინც არ იცის ახსნი, რომ ეს არის ყიფლი მანდის გარეშე ბავშვების დაბადება, რა დროსაც ძვლები არის ჩამჯდარი ერთმანეთში, ეს იწვევს ტკივილებს, ბევრი ტკივილისგან, რა თქმა უნდა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ძალიან რთული იყო ჩემი შვილების გაზრდა, ასევე სხვადასხვა პრობლემები დაბადებიდან გიორგის თქვათ ჰქონდა, ასევე კუჭნაწლავის ანთებები, ვერ ირგებდნენ საჭმელს, სხვადასხვა რიგი პრობლემები ჰქონდათ და ძალიან რთულად გასაზრდელი შვილები მყავდა. როცა გახდნენ, იმას აღარ ვაკონკრეტებ ყველაფერს, რომ ძილი არ იცოდნენ, ჭამა არ იცოდნენ და ძალიან რთულად იყო ყველაფერი. რომ გახდნენ 18 წლისები, კომისია მოუწიათ, პირველადი პენსია დანიშნული ჰქონდა 18 წლამდე. 18 წლისებს რომ მოუწიათ კომისიაზე გავლა, უკვე იყო ექიმების დასკვნით ჩამოყალიბებული მკვეთრად გამოხატული გონება შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან ჩემი შვილები პირველი ჯგუფის შეშემომპირები, არ შეუძლიათ წერა-კითხვა, არ შეუძლიათ საუბარი, გამოსცემენ რაღაც ხმებს და სიტყვებს ამბობენ დამახინჯებით. აქვს სხვადასხვა თავიანთი გონებიდან გამომდინარე, იწვევს ეს დაავადება, რაც ამათჯერთ სხვადასხვა დაავადებები პლუს. ეს არის რეზურს კი არა და ინსულინ რეზისტენტულობა, აქ არის ჩიყვი, აქ არის კვებითი აშლილობა, რასაც ვერანაირად მე ვერ ვაკონტროლებ. აქ არის არაადეკვატური ქცევები, რასაც არის მომენტები, რომ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ. არიან ფსიქიატრიულ წამლებზე, ყავთ ფსიქიატრი და ფსიქიატრიის წამლები ეძლევათ უფასოდ პროგრამით, მაგრამ არის დრო და დრო არის მომენტები, რომ ვყიდულობ და ასევე ვკურნალობ სხვადასხვა პრობლემებზე, უწევთ სხვადასხვა გამოკვლევები, სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება გვიწევს და ბევრი მკურნალობა გვიწევს და ასე შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, მოკლედ, ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, გვჭირდება სულ გამოკვლევებში ყოფნა, გვჭირდება სულ ექიმები, გვჭირდება სულ წამლები. წარმოიდგინეთ ახლა ამათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლები რა მდგომარეობაში ვიქნებით. ხო და ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩემო კარგო, ჩვენი ყოველდღიურობა, ძალიან რთული, ძალიან სიძლიერე გვჭირდება, რომ ჩვენს პრობლემებს გავუმკლავდეთ. და დღესდღეობით გეტყვით, რომ ჩვენს შვილებზე მეტი, მე თვითონ მჭირდება დღესდღეობით ჩემს შვილებზე მეტი ექიმი, წამალი და აქვე ვაყოლებ ამას, რომ ძალიან გვჭირდება თქვენი მხარში დგომა, თქვენი
დახმარება ჩემთვის პირადად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, ვინც თბილად გვექცევით, ვისაც გესმით ჩვენ და ზოგიერთები არ გულანძღავთ და არ გვაბულინგებთ, მიყვარხართ ყველა. თქვენი იმედით ვარ, თქვენი იმედით ვცოცხლობ და მართლა ძალიან დიდ რამეს აკეთებთ, ვინც ელემენტარულ ლარსაც იმეტებთ ჩვენთვის, ვინც ტკბილად გვესაუბრებით, გვეფერებით, მიყვარხართ ყველა და მინდა რომ უფალმა ყველა კარგად გამყოფოთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ეს 2025 წელი იყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, ხვავის, ბარაქის მომტანი და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მიყვარხართ ყველა.